Სამონელი როგორც დაგპირდით პატრიოტულ საზოგადოება, როგორც მეცნიერი იურისტისგან კვალიფიციური რჩევები მივიღოთ, არა მარტო მე მთელმა საზოგადოებამ, სააკაშვილის მისამართით ხშირად გაისმის გამოთქმები, თვითმარქვია de facto, ეხლა ჩვენთან არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, სამართლებრივად რამდენად დასაბუთებულია ესეთი შეფასება. Ის მაინტერესებს კვალიფიციურად რომ აგვიხსნათ. საკითხი ეხება იმ მოვლენებს, იმ ფაქტებს, ხას უსვამ, იურიდიულ ფაქტებს და არა ფაქტებს ზოგადად. არამედ იურიდიულ ფაქტებს, რომელიც იწვევს და საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს. ეს იურიდიული შედეგების საკითხი მე ახლა არ გადავალ 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ლებებთან მიმართებაში თუ ამის დრო გვექნება ამაზეც შეჩერდები, საიდან დაიწყო ყველაფერი ეს, საიდან მოდის ეს ყველაფერი ეს, მაგრამ ეს ყველაზე მაინც აპოგეა რო იტყვიან მთელი უბედურებისა იყო 7 ნოემბერი. გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილი გადადგა. ახლა ამ გადადგომის მიზეზი იყო როგორც ხალხის მოთხოვნა, ისე განსაკუთრებით საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურთა საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება და შეფასება იმისა, რაც 7 ნოემბერს ხელისუფლებამ ჩაიდინა. სააკაშვილის გადადგომას იურიდიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის იურიდიული ფაქტი, რომლის ძალითაც მან აღიარა, რომ ის იყო ბრძანების გამცემი. რომ ის იყო ნომერ პირველი სახელმწიფოს მეთაური, ის არის და ის გადადგა. ამ გადადგომით ეს არის არაპირდაპირი, ასე ვთქვათ, იურიდიული ფაქტი, იმის მტკიცება, რომ შენ ხარ ბრალში და შენ ინანიებ ამას და გადადგე. ეს ბრალის აღიარებაა. და როდესაც მან დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, ამ დროს ბურჯანაძე არის პრეზიდენტი საქართველოს. ის მოვალეობის შემსრულებელი არის. ერთ ზოგიერთი გამონაკლისია იქ, რომ ახლა შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და ასე შემდეგ, მაგრამ ის პრეზიდენტია. ის ვალდებული იყო საქართველოს კონსტიტუციის ძალით, მიემართა პროკურატურისთვის, დაეყენებია საკითხი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასე ვთქვათ, ზედამხედველისა, ასე შემდეგ, რომ აღზრული იყოს ის სამართლე. ბურჯანაძემ დაფარა დანაშაული. მე ამას პირდაპირ გიცხადებ, ორი აზრი არ არის. ეხლა მე ვამბობ დანაშაული, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო სააკაშვილი, მაგრამ უნდა მიემართა. ალიანსის ერთ-ერთი თავკაცი ირაკლი ალაქსანიამ სააკაშვილის ნამოქმედების შეაფასა როგორც შეცდომა. რა იურიდიულ შეფასებას მისცემთ მის სიტყვებს? შეცდომა ვის არ მოსვლიაო? შეცდომებთან დაკავშირებით ეხლა განათლებით იურისტია ალაქსანია და გასწავლულია საერთაშორისო სხვათა შორის საკითხებში. მაგრამ მას არ უნდა იშლებოდა და შეცდომას დანაშაულია. შეცდომას დაჭერბია სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც გაუფრთხილებული ბრალი ქვია, მაგრამ ისჯება. მაგრამ ადგილი კი ქონდა აქ მე ჩამოვთვლი, მე რა დანაშაულები ჩაიდინეს 7 ნოემბრის შემდეგ, მანამდე და ასე დაწყებული სხვათა შორის პატიმრების ჩახოცვიდან საკნებში. ვიცით რა არის ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით? ესე იგი, დაკეტილ სივრცეში შენ კლავ ადამიანს და უცვლელს აბსოლუტურად. პრემიერ-მინისტრის ზურაბშმანია ერთ მოხდა მოინელეს, რო იტყვიან ბადრი პატარკაციშვილი. ეს შეცდომა იყო.
აი სააკაშვილისადმი დაქვემდებარებულ ტელეარხებზე რუსეთი მოხსენიებულია როგორც აგრესორი და ოკუპანტი, ხა ყველა ვიცით ეს. და რა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი არსებობს რუსეთისთვის ასეთი სტატუსის მინიჭებისთვის? ასე იგი BBC-ს ტელეარხმა, BBC-ს ვერ დაადანაშაულებ, რომ ის არის მიკერძოებული. ტელეარხიდან მას რუსული ვებგვერდია. ეხლა რუსულად შემიძლია წავიკითხო? დიახ. По словам New York Times, в беседах с журналистами чиновники администрации США подчеркивали, что Белый дом неоднократно предупреждал Михаила Саакашвили не провоцировать Россию, однако грузинский лидер не внял этим советом. Помощник государственного секретаря Даниэль Фрид, который отвечает за Кавказскую войну, также другие официально, свою позицию до грузинского руководства вплоть до самого последнего момента, когда грузинские силы начали обстрел Цхинвали. А это არის ყველაზე თავარი დანაშაული. Не делайте глупостей, не поддавайтесь на провокации России. Не делайте этого. რუსეთი რო შეჩერებული იყო ამ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ზონის ფარგლებში და იქ გადაეარა მაპატიათ ამ სიტყვისთვის ქართული შენაერთებისთვის ხმას არავინ არ გაცემს. როგორც კი გადმოლახა ეს ხაზი მოხაზული და მე შემოვიდა აფხაზეთიდან შემდეგ. იმან უკვე მეორე დანაშაული ჩაიდინა და გაიწყო რა ეთნიკური წმენდა. ყველაზე უფრო მთავარი და რაც ყველაზე უფრო ძალიან მაინტერესებს, აი რა სამართლებრივი საშუალება არსებობს საბოლოო ტირანიის დასაძლევად. საქართველოს აღიარა ცნო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ამ საყოველთაო დეკლარაციაში სტერია, რომ ხელისუფლება უნდა ეცადოს მე ხა ზუსტი ტექსტი არ გეგონა თუ ამ შეკითხვას ამისვამდით და ზუსტი ტექსტი არ მახსოვს, ხელისუფლება უნდა ეცადოს რომ ხალხი არ მიიყვანოს ის ზომამდე, რომ დაამხოს ეს ხელისუფლება, ტირანია დაამხოს. კიდე რა დღეს შეთანხმება ეს ტირანია, ბატონო? ფლობაზე, ძალადობაზე დამყარებულა. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლების ძალით ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციას აქვს იურიდიული ძალა. ესე იგი აჯანყების უფლება, რახან ჩვენ ვართ მოწელი გვაქვს, მოწერილი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ ქართულმა ხალხმა. ავიღეთ ვალდებულება. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძალით, რომ ჩვენთან კანონი იქნება უზენაესი და არა ადამიანი. და ადამიანის საყოველთაო დეკლარაციამ თქვა, რომ ნუ მიიყვან ადამიანს იქამდე რომ აჯანყებით დაგამხოს. კენეს გიყვართ. ესტუმრებით აუცილებლად და მე უფრო კონკრეტულად გამშიფროთ რა არის და აჯანყება რას ნიშნავს და რისი უფლებებია კიდე ხავს. კი ბატონო. მიულოცავ საქართველოში ყველა დედას დღევანდელ დღესასწაულს. მე ცოტა ადრიდან დავიწყებ ეს დღე საქართველოში აღინიშნება 1991 წლიდან და დაწესებულია ზვიად გამსახურდიას მიერ. მე მინდა თელის დიდის მოწიწებით აბსოლუტურად დიდი სიყვარულით მიულოცო პირველ რიგში ეს დღე დედაჩემს და შემდეგ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის დედას, ვინც საქართველოს მოსახლეობას შეადგენს, ეს იქნება ქართველი თუ არა ქართველი. გამარჯობა, მოგდანდი.